ირანმა ახლახან გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და გააზრებული სვლა, რაც მათგან წლების განმავლობაში გვინახავს. მათ შეძლეს ნეთანიაჰუს გაბმა ტრამპის გამოცდაში და ახლა ცდილობენ ამ კონფლიქტის წესები ქავიანთ სასარგებლოდ გადააწერონ. მათ რეალურად თუ მიაღწიეს წარმატებას, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ იმის გასაგებად თუ რა დევს სასწორზე ამ გადაწყვეტილებებში, ჯერ უნდა გაიგოთ, რას ცდილობდა ირანის სინამდვილეში. იმიტომ რომ ამ უქმეების ამბების მედია ვერსია და რეალური ვერსია ორი სრულიად განსხვავებული ისტორიაა. სწორედ ამიტომ ვართ აქ. მოგესალმებით New York Cases show-ზე JNS TV-ზე. მოდი გავარკვიოთ ამ გიჟური მოვლენების არსი. ეხლა უკვე ყველამ ვიცით, რომ კვირას ირანმა გადაწყვიტა ბალისტიკური რაკეტები ესროლა ისრაელს. და რომ გაიგოთ, რატო გადაწყვიტეს ეს, ზუსტად მოლაპარაკებების პიკზე, დაგჭირდებათ დაახლოებით 80 წამის კონტექსტი და შემდეგ გადავიდეთ იმ ნაწილზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. Hezbollah, ირანის შეიარაღებული პროქსი, რომელიც აკონტროლებს ლიბანის დიდ ნაწილს და ფაქტობრივად ირანის სახელმწიფოს ერთ-ერთი განშტოებაა ლიბანური მისამართით. 2024 წლის ნოემბერში დათანხმდა ისრაელის საზღვიდან უკან დახევას და განიარაღებას აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში. ლიბანის არმია, რომელიც ცალკე სახელმწიფო ინსტიტუტია და წლებიად ცდილობს Hezbollah-სთან თანაარსებობას პირდაპირ დაპირისპირების გარეშე, უნდა აეღო კონტროლი სამხრეთზე. არც ერთი ეს არ მოხდა. Hezbollah-მ განაგრძო აღდგენა, განაგრძო დრონებისა და რაკეტების გაშვება საზღვარზე. და როდესაც ირანთან საზღვრის ომი დაიწყო თებერვლის ბოლოს და ხომეინი ხამენეი მოკლეს, Hezbollah-მ ზუსტად ის გააკეთა, რისთვისაც შეიქმნა. გახსნა მეორე ფრონტი და მასშტაბურად შეუტია ისრაელს. ისრაელი, რა თქმა უნდა, პასუხობდა დართმებით. Hezbollah-ს აქვს ტაქტიკა, რომელიც პირდაპირ ირანისგან ისწავლა და ის ორმხრივია. გამოიყენე ცეცხლის შეწყვეტა ძალების აღსადგენად და საბოლოოდ ისევ საბრძოლველად და მუდმივად გამოცადე, რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე მანამ, სანამ ვინმე შედაჩერებს. ანუ, რამდენი რაკეტის გაშვება შეგიძლია. გარკვეული დროის განმავლობაში ეს მოდელი გრძელდებოდა. Hezbollah ისრის, ისრაელი პასუხობს და შემდეგ ისრაელმა დაიწყო რაღაცის გაკეთება, რაც Hezbollah-ს დააბნევდა. ისინი უფრო ხრმად შევიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე, ვიდრე Hezbollah-სთვის კომფორტული იყო. შექმნეს ნამდვილი ბუფერული ზონა და დაიწყეს ბეირუთის დედაქალაქის დაბომბვა. რაც ნიშნავდა, რომ ისრაელი აღარ ებრძოდა მხოლოდ სამხრეთის ფორპოსტებს, არამედ ესხმოდა ინფრასტრუქტურას, სადლობის ცენტრებს, ოპერაციის გულს. დახია Hezbollah-ს ოპერაციული შტაბი ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, სადაც მისი ხელმძღვანელობა, იარაღის координация და ფინანსები იმართება, ახლა თავდასხმის ქვეშ იყო. დახიაზე თავდასხმა ნიშნავდა ოპერაციის გულზე შეტევას და ამას ირანი ვერ დაუშვებდა. მალე ადიხსნით რატო. ამ მიმდინარე ცვლილებებისა და ისრაელის Hezbollah-სთან ომის ესკალაციის გამო. აშშ-ს გადაწყვეტს ჩაერიოს. ტრამპმა ნეთანიაჰუს დაურეკა სიტყვებით, რომლებიც ერთ-ერთი ოფიციალური პირის გადმოცემით ბევრად უფრო ფერადი იყო, ვიდრე ნებისმიერი საჯარო განცხადება და უთხრა, რომ უნდა შეწყვიტოს. ნეთანიაჰუმ ამას ოფიციალური სახე ვერ მისცა, ამიტომ მიღწეულ იქნა ცალკე არაოფიციალური შეთანხმება. Hezbollah შეწყვეტდა ჩრდილოეთ ისრაელში სროლას, ხოლო ისრაელი თავს შეიკავებდა ბეირუთის დაბომბვისგან. ესეთი იყო შეთანხმება, მაგრამ რა თქმა უნდა, პუირა დილით Hezbollah მაინც გადაწყვიტა ჩრდილოეთ ისრაელში რაკეტების გაშვება. ისრაელმა, როგორც დაპირებული ჰქონდა, დახიაში მდებარე სარდლობის ცენტრს დაარტყა. ირანმა, რომელმაც საჯაროდ გააფრთხილა, რომ ბეირუთში ნებისმიერი დარტყმა საფასუხო ზომებს გამოიწვევდა, თავისი სიტყვა შეასრულა და ამ ყველაფერს სრულიად ახალი დონე მისცა. 11 ბალისტიკური რაკეტა რამდენიმე ტალღად ისროლეს ისრაელის ჩრდილოეთის ავიაბაზისკენ. ყველა მათგანი გადაჭერეს, ღმერთს მადლობა, მსხვერპლი არ ყოფილა. ასე რომ, ეს არის იმ მოვლენების კონტექსტი. ისრაელი და Hezbollah ამ უცნაურ მოლაპარაკებებში იყვნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რამაც ირანი ცოტა უკმაყოფილო გახადა. და მათ დასამშვიდებლად აშშ-მ სცადა ჩარევა კიდევ ერთი შეთანხმებით, რომელიც სინამდვილეში შეთანხმება არ იყო და რომელსაც Hezbollah-მ საერთოდ არ სცნო. ისრაელმა უპასუხა და ამის საპასუხოდ ირანმა მათ უპასუხა. მაშ, რა ხდება სინამდვილეში ამ ყველაფრის მიღმა? იმიტომ რომ ეს ურთიერთდარტყმები, რაკეტები, ბეირუთის დარტყმა, ირანული რაკეტები, გარედან ისე ჩანდა, თითქოს ეს ესკალაცია კონტროლიდან გამოვიდა. თუმცა, სინამდვილეში ეს იყო ირანის მიერ განხორციელებული სტრატეგია, რომელსაც წლების განმავლობაში ამზადებდა. გასული კვირის დასაწყისისთვის ბირთვული მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან ძალიან ცუდად იყო ჩიხში შესული. ირანმა სინამდვილეში 1 ივნისს შეაჩერა მოლაპარაკებები, მას შემდეგ რაც ტრამპის გუნდმა ცვლილებები მოითხოვა, რომლებიც ირანისთვის მიუღებელი იყო. ცვლილებები მაღალგამდიდრებული ურანის მარაგთან და ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებით. ირანის პასუხი არ იყო კომპრომისზე წასვლა, არამედ საკუთარი მოთხოვნების გამკაცრება. ირანი დაჟინებით მოითხოვდა, რომ თავად ემართა სრუტე და არ გადაეცა თავისი ურანი ამერიკის მეურვეობაში. ამ ეტაპზე ყველა დეტალი უბრალოდ ზედმეტხმაურად მეჩვენება, რადგან ერთი მხარე რაღაცაზე თანხდება, მეორე მხარე ამბობს, რომ ეს მიუღებელია და ასე შემდეგ და მოლაპარაკებები ისევ და ისევ ჭიანურდება. როგორც უზენაესი ლიდერის ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, მას შემდეგ რაც ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, მოლაპარაკებების მადიდა უკვე მე-13 ცეცხლში გახვეული, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მოლაპარაკებების მაგიდა საერთოდ არც კი არსებობდა თავიდანვე, რადგან ირანს ბირთვული შეთანხმება რეალურად არ აინტერესებს.
ამ მოლაპარაკებების გასაგებად ასევე უნდა გაიგოთ, რომ ირანს ბევრად უფრო გადაუდებელი და ეგზისტენციალური პრობლემა აქვს. და ეს პრობლემა ჰეზბოლას გადარჩენაა. აპრილის ზავის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ დაიკავა პოზიცია, რომ შეთანხმება ირანს ეხებოდა და ლიბანს არ ეხებოდა. ეს ნიშნავს, რომ ისრაელს შეუძლია გააგრძელოს ჰეზბოლას დასუსტება რამდენიც უნდა, მაშინ როცა თეირანი დაცულია შემდგომი დარტყმებისგან. ირანს ეს არ მოსწონს და თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ამ პოზიციას. აპრილში კი ისიც კი დაიწერა, რომ აშშ-მ უნდა აირჩიოს ზავი, თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება. ორივე ერთად შეუძლებელია და ეს ეხებოდა ჰეზბოლასთან ზავსაც. ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება არაგონივრული იქნებოდა, თუ ლიბანში ბრძოლა გაგრძელდებოდა. სუპრემ ლიდერის მრჩეველმა, რომელიც ირანში ჰეზბოლას წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადა, რომ ნებისმიერი ზავი, რომელიც ჰეზბოლას არ მოიცავს, უბრალოდ არარელევანტურია. მაგრამ რატომ აინტერესებთ მათ ასე ძალიან ჰეზბოლა? სინამდვილეში ეს საკმაოდ მარტივია. თუ ამ შოუს უკვე გარკვეული დრო აადევნებთ თვალს, უკვე იცით, რომ ირანი ძალიან ზუსტ სახელმძღვანელოს მიყვება, რომლის ერთადერთი მიზანიც ისლამური რესპუბლიკის გრძელვადიანი გადარჩენაა. საუბარი არ არის მოგებაზე, ყოველთვის გადარჩენაზეა. და მათ თავიანთი სისტემა სწორედ ამ ერთ მთავარ პრინციპზე, გადარჩენაზე ააგეს. გადარჩენისთვის მათ რეგიონში პროქსების ქსელი შექმნეს, რათა თუ ერთს დაარტყამენ, სხვამ შეძლოს აღდგენა და კომპენსირება. წარმოიდგინე, თითქოს ეს არის ის ატრაქციონი, სადაც ჩაქუჩით ერთ სამიზნეს ურტყამ და შემდეგი სხვაგან ამოდის. რადგან თავად ირანი მძიმე ფინანსური სანქციების წინაშე დგას და შესაძლოა შეთანხმების მიღებაც მოუწიოს, ისინი ხვდებიან, რომ გარკვეული დროით ჩუმად ყოფნა მოუწევთ. მაგრამ ეს მათ განსაკუთრებით არ აშფოთებთ, რადგან მათი აზრით მათ მთელი დრო აქვთ. ისინი საკუთარ წინასწარმეტყველებებს უჯერებენ და თავის მომენტს ელოდებიან. თუმცა, იძულებითი სიმშვიდის ნებისმიერ პერიოდში, მათ სურთ იცოდნენ, რომ მათი პროქსები ძალებს იკრებენ, დანაკარგებს ინაზღაურებებენ და ფართოვდებიან, რადგან რა თქმა უნდა, ტერორი უნდა სუფევდეს. ამიტომ ჰეზბოლა მათთვის სწორედ ამისთვის ყველაზე ძვირფასი იარაღია. განსაკუთრებით ახლა, როცა ჰამასის დიდი ნაწილი დაკარგეს. მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც აღსანიშნავია, რადგან ეს ცვლილებასაც ასახავს, წლევანდელ წლამდე ირანი ფრთხილად ერიდებოდა საჯაროდ დაიდასტურებინა კავშირი თავის პროქსებთან. ეს ცნობილი ფაქტი იყო, მაგრამ ამას ისინი არ ახმაურებდნენ. ნაწილობრივ იმისთვის, რომ ცალკეული მოძრაობების ილუზია შეენარჩუნებინათ, ნაწილობრივ კი პასუხისგებლობის თავიდან ასაცილებლად. ეხლა კი მოულოდნელად ისინი არა მხოლოდ აღიარებენ ამ ურთიერთობას, არამედ ხმამაღლა აცხადებენ ამას მთელ მსოფლიოს და იმუქრებიან, რომ მთელ ბირთვულ შეთანხმებას ჩაშლიან. თუ ჰეზბოლა, ტერორისტული ორგანიზაცია, არ არის დაცული და პირდაპირ ისვრის ისრაელის მიმართულებით ჰეზბოლას დასაცავად, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა და ბევრს გეუბნებათ იმაზე, თუ რამდენად იცვლება. და არსებობს კიდევ ერთი, კიდევ უფრო ღრმა ფენა ჰეზბოლას საკითხის ქვეშ, რომელიც ზუსტად გეუბნებათ, რას ცდილობდა ირანი ამ შაბათ კვირას. როდესაც ისინი კიდევ ერთ ბირთვულ ვადას უახლოვდებიან, უკვე 168 ვადას ამ ეტაპზე, მათ სურთ, რომ ტრამპი გამოსცადონ. ისინი ფიქრობენ, რომ ის ბლეფობს, რომ მისი სამხედრო ქმედებების მუქარები რეალური არ არის. და თუ ეს ასეა, მათ შეუძლიათ გააგრძელონ მოლაპარაკებების გადადება და გაჭიანურება იმდენ ხანს, რამდენიც სურთ, რადგან იციან, რომ ტრამპს ეს შეთანხმება ყველაფერზე მეტად უნდა. მაგრამ მათ სურთ ამ თეორიის დადასტურება. ამიტომ ჰეზბოლას დაცვის საბაბით ისინი გადაწყვეტენ ისრაელზე სროლას. იციან, რომ ისრაელს პასუხისგაცემა მოუწევს. ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა ასე მოიქცეოდა. და მხოლოდ ერთი რამ არსებობს, რაც ისრაელს სწორედ პასუხისგაცემას შეუშლის ხელს. ეს არის ტრამპი. თუ ტრამპი ჩაერევა და ისრაელს შეაკავებს, ირანს თავისი პასუხი ექნება. მას ეს შეთანხმება ისე ძალიან უნდა, რომ თითქმის ყველაფრის მოთმენა შეუძლია, რაც ტრამპს პირდაპირ წადებულის პოზიციაში აყენებს. იმ პოზიციაში, სადაც ირანს უნდა რომ იყოს. და ბონუსად მათ ასევე შეუძლიათ ახალი ნორმის დამკვიდრება. ირანს შეუძლია ისრაელზე ცეცხლი გახსნას, ქვეყანა რამდენიმე დღით ქაოსში ჩააგდოს და ზუსტად ისე, როგორც ჰეზბოლას რაკეტები ჩრდილოეთში და ჰამასის თავდასხმები სამხრეთში, ეს უბრალოდ ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. ისრაელმა უნდა გაუმკლავდეს იმ ფაქტს, რომ მათზე რაკეტებს ისვრიან. ეს იყო რისკიანი ნაბიჯი, როცა მათ ისრაელზე სროლის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის მათ ეს ფსონი ფაქტობრივად სუფთად მოიგეს. ტრამპა ისრაელს უთხრა, რომ უკან დაეხია, ხოლო ირანს მოუწოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებულიყო. დიახ, ისრაელმა მართლაც განახორციელა საფასუხო დართვა, რომელმაც დააზიანა ევაკუირებული შტაბი დაჰიაში და ირანში მეორეხარისხოვანი ობიექტები, რაც საკმარისი იყო იმის სათქმელად, რომ ჩვენ ვუპასუხეთ, ხოლო ირანმა გამოაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციებს აჩერებს. მაგრამ ზიანი უკვე მიყენებულია. ირანმა ახალი ნორმა შექმნა, ხოლო ტრამპმა თავისი სასოწარკვეთა გამოავლინა, ყოველ შემთხვევაში მათი თქმით. და რა თქმა უნდა, ირანი დათანხმდა უკან დახევას მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს მოიცავდა ლიბანის ფრონტსაც. გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შემდგომი ისრაელის დარტყმა სამხრეთ ლიბანში გამოიწვევდა უფრო ძლიერ პასუხს, სწორედ იმ კავშირს, რომლის ჩამოყალიბებასაც ის ბოლო რამდენიმე თვეად ცდილობს მოლაპარაკებების ფარგლებში.
ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში ირანმა ჰეზბოლას დაცვა ცეცხლის შეწყვეტის ფაქტობრივ პირობად აქცია და დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირ უპასუხოს ყველას, ვისაც ისრაელი დაარტყამს. და უზრუნველყო, რომ თუ საბოლოოდ შეთანხმება გაფორმდება, ჰეზბოლას გადარჩენა იქნება ნებისმიერი შედეგის ნაწილი. უზრუნველყოფილი არა მხოლოდ მოლაპარაკებებით, არამედ მოქმედებითაც. ეს მათთვის უზარმაზარი სტრატეგიული მიღწევაა. და ამ ყველაფრის მიღმა სტრატეგიაზე მეტად, საქმე უფრო მარტივ რამეს ეხება. ირანი ცდილობს დაამციროს ისრაელი, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ისინი იმარჯვებენ და ბენიამინ ნეთანიაჰუ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს. რაც გვიყვანს ნეთანიაჰუსთან მომხდარ მოვლენამდე. როგორც ხშირად აგიხსენით ამ გადაცემაში, პოლიტიკურ არენაზე ყოველთვის ერთზე მეტი რამ ხდება. ახალი ამბები ყველაფერს მარტივად აჩვენებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არასდროსაა. ნეთანიაჰუს დონის პოლიტიკოსი ყოველთვის ერთდროულად მინიმუმ ორ საკითხს აბალანსებს. მის პირად პოლიტიკურ გადარჩენას და საერთაშორისო ურთიერთობებს, რომლებიც ქვეყნის გადარჩენას უზრუნველყოფს. ნეთანიაჰუს პოლიტიკური გადარჩენა ყოველთვის ერთ მტკიცებაზე იყო დაფუძნებული. ის არის ადამიანი, რომელიც ისრაელს უსაფრთხოდ ინარჩუნებს. აი საინტერესო ფაქტი. ისრაელის ამომრჩეველი ღრმად გაყოფილია. დაახლოებით ქვეყნის ნახევარი ფიქრობს, რომ ის არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც ქვეყანა აწყდება. ხოლო მეორე ნახევარი თვლის, რომ მხოლოდ ის არის ამ საქმის გაკეთების უნარის მქონე. და იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მას უჭერენ მხარს, მათთვის მთავარია დაინახონ, რომ ის ყოველთვის ისრაელს დააყენებს პირველ ადგილზე. ის არ დაემორჩილება გარე ზეწოლას. პარტნიორობა ამერიკასთან რეალურია, მაგრამ სწორედ ის არის ის, ვინც უზრუნველყოფს, რომ ეს არასოდეს მოხდეს ისრაელის ხარჯზე. დონალდ ტრამპი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი პოლიტიკოსია ისრაელის ისტორიაში და ბენიამინ ნეთანიაჰუს მეგობრობა მასთან მისი ამომრჩევლებისთვის ნამდვილი ნუგეშია. საერთო მიღწევები, ძლიერი მოკავშირის განცდა, უსაფრთხოების შეგრძნება, რომელიც ამასთან ახლავს. მაგრამ ამ სითბოსაც აქვს უარი. ტრამპისადმი სიყვარული ისრაელისადმი სიყვარულზე მაღლა არ დგას. დროის განმავლობაში ისრაელის ამომრჩევლებმა დაინახეს, რომ ტრამპი, მიუხედავად მისი ნამდვილი მხარდაჭერისა და ყველა მიღწევისა, უპირველესად ამერიკის ინტერესებს აყენებს და ეს ზოგჯერ ისრაელის ხარჯზე ხდება. ისინი ნეთანიაჰუსგან ელიან, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც ისრაელს ამისგან დაიცავს, რომ ტრამპის პარტნიორი იყოს, მაგრამ არა მისი დაქვემდებარებული. ეს განსხვავება ყველაფერია მისი ამომრჩევლებისთვის. ასე რომ, როდესაც ტრამპი ურეკავს და ფაქტობრივად ეუბნება, რომ თავი შეიკავოს ირანმა, ნეთანიაჰუ მახეში მოაქცია, საიდანაც სუფთა გამოსავალი არ არსებობს. შესაძლოა ირანზე შურისძიება და ამავე დროს რისკის ქვეშ დაყენება ტრამპთან ურთიერთობის იმ მომენტში, როცა შეთანხმება მოლაპარაკების პროცესშია. თავი შეიკავოს და გამოიყურებოდეს როგორც ლიდერი, რომელმაც ამერიკულ ზეწოლას დაუთმო, მაშინ როცა ირანული რაკეტები ჩრდილოეთში ცვიოდა. ორივე შედეგი საბოლოოდ ირანს აძლევს ხელს და ნეთანიაჰუ, რომელიც ტრამპს ემიჯნება, აყირავებს ალიანსს, რომელმაც ირანს საკმაოდ მყარად და მკაცრად შეაკავა. და მეორე მხრივ, ნეთანიაჰუ, რომელიც თავდასხმას რეალური პასუხის გარეშე აიტანს, საკუთარი ამომრჩევლის ნდობას დაკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში შეიძლება ვეღარ გაიმარჯვოს. ეს სწორედ ისაა, რაც რა თქმა უნდა ისრაელის მტრებს სურთ. საბოლოოდ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონს საჯაროდ არ ემიჯნა და ისრაელის პასუხიც ყველა ამ შეზღუდვას ასახავდა. დიახ, ისრაელმა უპასუხა თავდასხმებს, მაგრამ ეს პასუხი იმდენად მინიმალური იყო, რამდენადაც შეიძლებოდა, ისე რომ არ გამოჩენილიყო თითქოს მტერმა დაუსჯელოდ იმოქმედა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა საჯაროდ განაცხადა, რომ არმია მზად იყო დაესხა მაშინვე, როგორც კი პოლიტიკურმა დონემ მწვანე შუქი მისცა. ეს იყო მისი გზავნილი, რომ ზღვარი კაბინეტის დონეზე იყო და არა სამხედრო შესაძლებლობშივებში. მარკ ლევინმა დაწერა tweet-ი, რომელიც ვერ ამომდის თავიდან, სადაც ძირითადად თქვა, რომ თუ ისრაელსა და ამერიკას ალიანსი არ ექნებოდათ, ირანი განადგურებული იქნებოდა. რადგან თუ ეს მხოლოდ ისრაელზე იქნებოდა დამოკიდებული, ისრაელი იმოქმედებდა ისე როგორც საჭიროდ ჩათვლიდა. მაგრამ სამწუხაროდ ისრაელს ამ ეტაპზე აშშ-თან ალიანსი სჭირდება და ისრაელის ხალხს ვერავინ მოატყუებს. მათ კარგად ხედავენ, რაც მოხდა და ეს არ ახარებთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ესმით, თუ ირანი ერთხელ დადაუჩა ამას, ეხლა ირანის შემთხვევითი თავდასხმები ახალი ნორმაა. თუ მათ შეუძლიათ თავი დააღწიონ პასუხისგებლობას და ეს უკვე გააკეთეს, ისინი ისევ გაიმეორებენ ამას, რადგან ეს მათი ქცევის სტილია. ასე იქცევიან ისინი. ისინი მუდმივად აწვევიან და ისევ აწვევიან და თავს არიდებენ პასუხისგებლობას, რადგან კარგად ესმით, რომ მეორე მხარეს თავის შეკავება სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკის უფრო ღრმა ტრაგედიაა. როდესაც პოლიტიკოსი გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, რა სურს მის კოალიციას და არა იმის მიხედვით, რა მოითხოვს კონკრეტული მომენტი და ამ შემთხვევაში რა სურს აშშ-ს და რა სჭირდება ისრაელს. ეს არის ფასი, რომელიც არც ერთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ ჩანს, მაგრამ ისრაელი მას ყოველთვის იხდის. სწორედ ამიტომ ისრაელები ახლა ცოტათი იმედგაცრუებულები არიან ტრამპით. ეხლა კი ტრამპს შეთანხმება უნდა. კერძოდ შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ირანის ბირთვულ საფრთხეს,
დაასტაბილურებს ახლო აღმოსავლეთს და იქნება მისი მეორე ვადის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიღწევა. უფრო დიდი ვიდრე ნებისმიერი წინა პრეზიდენტისას. ნანთქვა რომ მოლაპარაკებები ძალიან ახლოსაა, მაგრამ ეს უკვე რამდენჯერმე გვსმენია. მისი მთელი პოზიცია ამ რეგიონში სწორედ იმაზეა აგებული, რომ ეს მოლაპარაკებები ცოცხალი დარჩეს. და როცა ის პრეზიდენტობის დროს დაასრულებს, არ აპირებს ისტორიაში შევიდეს როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ვერ შეძლო ირანთან შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ის მხოლოდ იმას უნდა, რომ ირანს ბირთვული შესაძლებლობები არ ჰქონდეს. ეს უკვე ნათელია. JD Vance-მა ეს თქვა. მაგრამ ეს არ არის იგივე რაც ისრაელს უნდა. რადგან მისთვის ის ფაქტი, რომ ირანი ისლამური რესპუბლიკა კვლავ არსებობს და რჩება ესეთ შემაწუხებელ საფრთხედ, მისაღებია. სანამ ეს მხოლოდ შემაწუხებელი უსიამოვნებაა და არა სრულფასოვანი სერიოზული საფრთხე. ისრაელი კი ისლამური რესპუბლიკის გაქრობას ითხოვს და ეს ორი რამ სრულიად და აბსოლუტურად არ ემთხვევა ერთმანეთს ამ ეტაპზე. მაგრამ ამას გარდა მას ეს შეთანხმება ზედმეტად სურს და ირანი ამას გრძნობს. ამ სურვილმა გამოიწვია 2 თვე, რომელსაც სამართლიანად შეიძლება უწოდოთ ამერიკული სისუსტის დემონსტრირება. ირანის პროვოკაციებზე ყურისხურად არ აყოლა სპარსეთის ყურეში. დათმობაზე წასვლა იმისთვის, რომ თეირანი მოლაპარაკებებს არ გაერიდოს, ისრაელზე ზეწოლა, რომ აიტანოს თავდასხმები, რომლებზეც სხვა შემთხვევაში მკაცრად უპასუხებდა. ტრამპის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ დაწესდა დამანგრეველი ფინანსური სანქციები. და შეიძლება მომავალ კვირას ამაზე ცალკე ეპიზოდიც გავაკეთოთ, ასევე არსებობს ნამდვილი სურვილი, რომ ეს შეთანხმება ძლიერი იყოს, მაგრამ ირანი ამას არ აკვირდება. რაც ირანს აინტერესებს. არის ის, რომ სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც ამერიკის მოკავშირეზე 11 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ტრამპი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა: "თქვენ ესროლეთ თქვენი რაკეტები", იგულისხმება ირანი. ეს საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააფორმეთ შეთანხმება. მან დაამატა, რომ იმედოვნებს ისრაელი არ უპასუხებს, რადგან თუ ბიბი უპასუხებს, ეს გაგრძელდება ისე, როგორც ბოლო 47 წლის, ან ბოლო 3000 წლის განმავლობაში. თეირანმა ეს ყველაფერი გაიგონა. საკმაოდ დამამცირებელია ნეთანიაჰუსთვის თუ მკითხავთ. აი ეს არის ტრამპის პოზიციის სიმართლე. ის ამ ეტაპზე არ სურს სამხედრო ესკალაცია, რადგან აკვირდება რა სურს ამერიკელ საზოგადოებას და მათ არ სურთ ბენზინისთვის მეტი გადახდა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო და არც ისრაელის დიდი მხარდამჭერები არიან. ტრამპმა ეს იცის და ამიტომაც ამ ეტაპზე სამხედრო ესკალაციით დაინტერესებული არ არის. ირანი ამას კითხულობს და თავის სასარგებლოდ იყენებს. სტრუქტურული პრობლემა კი ასეთია. საიმედო ძალის გამოყენების მუხარაა ის, რაც შეთანხმებას ღირებულს ხდის. და ოვალ ჯერზე, როცა ტრამპი მიანიშნებს, რომ ის შეაკავებს ისრაელს და აიტანს ირანის ესკალაციას მოლაპარაკებების დასაცავად, მისი სანდეობა მცირდება, მისი ბერკეტები მცირდება და საბოლოოდ მიღებული შეთანხმება ასახავს იმ ბერკეტებს, რაც რეალურად აქვს. როდესაც ტრამპმა ივნისის დასაწყისში შეთანხმების პროექტში ცვლილებები მოითხოვა, ილანის პასუხი იყო საკუთარი მოთხოვნების გამკაცრება. ტრამპმა ასევე განეცხადა ამ კვირაში, რომ ნეთანიაჰუს სხვა არჩევანი არ ექნება გარდა იმისა, რომ მიიღოს ის, რასაც აშშ ირანთან მიაღწევს და დაამატა: გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. და ეს აღიარება, რომ ვაშინგტონი და იერუსალიმი ერთ ხაზზე არ დგანან, ირანისთვის სასარგებლო ინფორმაციად იქცევა. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და ნეთანიაჰუს მეგობრობა აქვთ, ის ფაქტი, რომ ტრამპი აშკარად აჩვენებს, რომ ყველაფერს თავად მართავს, მთლიანად ტრამპის სასარგებლოდ მუშაობს. ამერიკელი ხალხისთვის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ნეთანიაჰუ აკონტროლებს ტრამპს, ეს ნიშნავს, რომ ტრამპი უბრალოდ იყენებს თავის მედია განცხადებებს საკუთარი სარგებლისთვის, ეს არ იქნებოდა გასაკვირი. ხედავთ, შესაძლებელია, რომ რასაც უყურებთ, ეს სპექტაკლია, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ ერთობლივად გეგმავენ გრძელვადიან სტრატეგიას, სადაც ხიული დაძაბულობა სპეციალურადაა შექმნილი, რათა ისლამური რესპუბლიკა სრულ უსაფრთხოების განცდაში მოაქციონ, სანამ რაიმე გადამწყვეტი და აფეთქებითი არ მოხდება. სიტყვების თამაში არ იყო განზრახული. არსებობს ცნობები, რომ ირანში სტუდენტური აჯანყებები კვლავ იწყება, რაც ყურადღებით დაკვირვებას იმსახურებს, რადგან ისლამური რესპუბლიკის შიგნიდან დამხობა ისრაელის მიზანი თავიდანვე იყო. მაგრამ თუ ეს სპექტაკლი არ არის, თუ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ჩანს, მაშინ შეიძლება ირანს ისეთი საჩუქარი გადავეცით, რომელიც მას არ სჭირდებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამერიკა და ისრაელი არ თანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა იყოს გრძელვადიანი მიზნები ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობებში. ჩვენ მუდმივად ვაფასებით ისლამურ რესპუბლიკას ნაკლებად, რადგან ისინი ბრწყინვალე სტრატეგები არიან. ისინი მოთმინებით მოლაპარაკეები არიან და ნიჭიერად პოულობენ თავიანთი ოპონენტების სუსტ წერტილებს და ისევ მათზე ზეწოლას ახდენენ. რაც ასე გამაღიზიანებელია ის არის, რომ ეს უკვე აშკარად ნათელი გახდა ჩვენთვის, მაგრამ ისინი მაინც აწყობენ მახეს და უყურებენ, როგორ შედის მეორე მხარე პირდაპირ მასში. ამჟამად სამივე მოთამაშე ერთსა და იმავე დაფაზე საკუთარ ჭადრაკს თამაშობს და თითოეული მათგანის სვლაზე მინიმუმ ერთს დანარჩენებიდან ფასი უნდა გადაიხადოს. მაგრამ აი რითაც მინდა დააგტოვოთ, რადგან სურათი ისეთი ბნელი არ არის, როგორც ახლა შეიძლება ჩანდეს, ირანმა დიახ ამ შაბათ კვირას ბრწყინვალე სვლა გააკეთა. და მაინც იმავე დღეს, როცა ეს 11 რაკეტა გაუშვეს, ბენ-გურიონის აეროპორტში 50,000 ადამიანი გადაადგილდებოდა. რაკეტები ყველა ჩამოაგდეს თითოეული. არავინ დაღუპულა, არავინ დაშავებულა, ცხოვრება ისრაელში არ შეჩერებულა
ქვეყანას ამჯერადაც კი არ შეშინებია. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს გეუბნებათ რაღაცას, რასაც ისლამური რესპუბლიკა არ სურს აღიაროს. მათი მთელი სტრატეგიული გენიალურობის მიუხედავად, ყველა მახის და წესის მიუხედავად, რომელსაც ისინი ანკვიდრებდნენ, ისინი ესვრიან ქვეყანას, რომელმაც 65 წელი ისწავლა, როგორ მიიღოს მიუღებელი და გააგრძელოს ცხოვრება. და ისრაელში მორალი მაღალია. ისლამური რესპუბლიკა ამ ომს ვერ მოიგებს. ეხლა უნდა დავაკვირდეთ, მიიღებენ თუ არა მოთამაშეები აქედან სწორ გადაწყვეტილებებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ფორმალურად აკავშირებს ირანს ჰეზბოლასთან და ირანის როლს ლიბანში კანონიერ გარანტულად ამკვიდრებს, არ ასუსტებს ირანის კონტროლს ამ ქვეყანაზე, ეყანაზე. ეს ფაქტობრივად ლეგალიზებას უკეთებს მათ ბასტიონს ლიბანში. რაც კატასტროფაა ისრაელისთვის, კატასტროფაა ამერიკისთვის და რაც თავარია, რეალურად კატასტროფაა თავად ლიბანის მოსახლეობისთვის. რომლებიც გასაკვირი არ არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ტერორისტული ორგანიზაცია აკონტროლებდეს მათ ქვეყანას. ის რაღაცას, რაც ყოველთვის უარყოფადი უნდა ყოფილიყო, აქცევს ნამდვილად მუდმივ მოვლენად. ის ლეგიტიმაციას აძლევს ტერორს. ეს სერიოზული შეცდომა იქნებოდა. და ადამიანებმა, რომლებიც ამაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, უნდა გაიგონ, რას აწერენ ხელს. ეს უბრალოდ პატარა შენიშვნა არ არის შეთანხმებაში. ეს არის მნიშვნელოვანი დანაკარბი როგორც დასავლეთისთვის, ისე ახლო აღმოსავლეთისთვის. რაღაცა უფრო დიდი მოდის. იქნება ეს სტუდენტური აჯანყებები ირანში, რომლებიც საკუთარ მომენტს პოულობენ, ან ფინანსური სანქციები, რომლებიც საბოლოოდ კრიტიკულ წერტილს აღწევს, ან სამხედრო ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან არც ერთი სრულად ვერ ვივარაუდებთ. არსებული სიტუაცია არასტაბილურია ისეთი გზებით, რომლებიც უბრალოდ არ მოგვარდება. ისლამური რესპუბლიკა გონიერია, უმოწყალო და სრულად ერთგულია იმ ხედვისა, სადაც მსოფლიოში ადგილი არ აქვს არც ისრაელს, არც დასავლეთს და გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თავად ირანის ხალხს. ეს კომბინაცია, გონიერება და განადგურებაზე ორიენტირებულობა, სწორედ ისაა, რაც მათ ნამდვილად საშიშებს ხდის. და სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ მათთან მოლაპარაკე ადამიანები შეწყვიტონ მათი დაუფასებლობა და სწორად შეაფასონ, ვისთანაც აქვთ საქმე. როგორც უკვე თქვი, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მთელი ამბავი, მაგრამ ვაგვირდებით და ერთად ვეცდებით გავარკვიოთ რა ხდება. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ახლა ისრაელმა, რომ ირანისგან შემთხვევითი თავდასხმები, ანუ ახალი რეალობა შეაჩეროს, პასუხი სინამდვილეში უფრო მარტივია ვიდრე ჟღერს. გამოიყენეთ ირანის სტრატეგია და მიუბრუნეთ მათვე. შეხედეთ, რას ცდილობს ირანი ასე გამალებით შეინარჩუნოს. ჰეზბოლა. ეს არის მათი ყველაზე ძვირფასი ქონება, ის აქტივი, რომლის დასაცავადაც ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ის ნაწილი, რომლის დაკარგვაც არ შეუძლიათ, ამიტომაც ამაზეა აგებული მთელი მათი მოლაპარაკება. ასე რომ, ჰეზბოლას უნდა გადაახტევინოთ ფასი. ირანზე პასუხის გასაცემა დაუცილებელი არ არის პირდაპირ ირანს დაარტყათ. უბრალოდ დაარტყით იქ, რაც მათ ყველაზე მეტად ადარდებთ. დაარტყით იქ, სადაც მათ ნამდვილად ტკივათ და ისინი სრულიად განსხვავებულ გაკვეთილს ისწავლიან, ვიდრე ის, რაც ამ შაბათ-კვირას ისწავლეს. უთხარით მათ, რომ თუ მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ ჰეზბოლას შესანარჩუნებლად, მაშინ, როცა ისინი აგრესიულად მოიქცევიან, ის ერთადერთი რამ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, განადგურდება. ისრაელი შედის და ჰეზბოლას კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით უტევს ვიდრე აქამდე. აქ შევხედავთ სამ განსხვავებულ მხარეს, სამ განსხვავებულ სარგებელს. და ისინი ყველა ერთად თამაშობენ. და საბოლოო ჯამში სწორედ ამ ქვეყნების ხალხია ის, ვინც საბოლოოდ ზარალდება მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. როგორც ყოველთვის ამ ეპიზოდს ლოცვით დავასრულებთ, ვილოცოთ იმისთვის, რომ ჩვენს ლიდერებს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, გონივრული გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მხოლოდ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება, არამედ რეალურად გააუმჯობესებს ახლო აღმოსავლეთს. და იმედი ვიქონიოთ, რომ შევძლებთ ისეთი სამყაროსკენ სვლას, სადაც ტერორისტული რეჟიმები აღარ იბატონებენ და სადაც მშვიდობა, ან მშვიდობის სიახლოვე რეალობად იქცევა. მე ია კაი ვარ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.